თავდაპირველად, როდესაც ავტოსკოლაში მუშაობა შემომთავაზეს და ეს ჩემი მეგობრის დამსახურებაა, ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა. რა თქმა უნდა, ძალიან მღელავდი, არ დამავიწყდება. პირველი გაკვეთილი, რომელიც დამოუკიდებლად ჩავატარე, მე თვითონაც მიკანკალებ და მუხლები, ამიტომ ამ დამწყები მზღოლებისთვის ზოგადად მესმის, რომლებიც გამოცდაზე გადიან, ან პირველად შევიდნენ საჭირთან, ყველაფერი ეს გამოცილი მაქვს, ყველაფერი ეს მომენტები მეც გავლილი მაქვს. ავტომობილის მართვის სიყვარული მის ცხოვრებაში ბავშვობიდან დაიწყო. სურვილით ნებისმიერ შესაძლებლობაზე საჭესთან დამჯდარიყო. წლების შემდეგ ეს სურვილი პროფესიად იქცა და დღეს ავტომობილის მართვას სხვებს ასწავლის. პირველ რიგში, როდესაც ვჯდებით საჭესთან, დავიმაგროთ ღვედი. ღვედი გავიკეთოთ, შევამოწმოთ, რომ ღვედი სწორი იყოს, არ იყოს დახლართული. და პირველ რიგში მოდი ხა კომფორტულად მოვერქოთ, მარჯვენა ფეხი გადავანაწილოთ. მუხრუცე და კიკიკი ახლოს მიწიენი, ძალიან ახლოს არ გვინდა. მაშინ ფეხს უკვე გაუჭირდება თავისუფლად მოძრაობა. მოდი ნინიკო ჯერ ნეიტრალში გადმოვიტანოთ, ეს პირველი ვარიანტი. შემდეგ ხელის სადგომი მუხრუჭი შავწიოთ და მე რომელ სიჩქარეში ჩავაგდებთ, რომ წინ წავიდეთ. დეში. სანამ ავტოსკოლაში მუშაობას დაიწყებდა, საგანმანათლებლო სფეროში უკვე აქტიურად იყო ჩართული. კითხულობდა ლექციებს მარკეტინგში, მენეჯმენტში, საბაზრო ეკონომიკაში. თუმცა ავტოსკოლაში მუშაობა აღმოჩნდა ის ეტაპი, რომელმაც მისი პროფესიული იდენტობა საბოლოოდ ჩამოაყალიბა, როგორც პედაგოგის, რომელიც ცოდნას არა მხოლოდ გადასცემს, არამედ მუდმივად საკუთარ თავზეც მუშაობს. მე არ დამოვიწყდება ჩემი მეგობრის სიტყვები, რომელსაც მითხრა, რომ იცი რა გინდოდა, შენ ავტომობილი ძალიან გიყვარს, კარგად მართავ, სტუდენტებთან ურთიერთობის გამოცდილებას გაქვს და ორივე ეს ერთად რომ გაერხიო, მე მგონი ძალიან კარგი პროფესია გამოგივაო და ჩემს მეგობარს ძალიან დიდი მადლობა ამ რჩევისთვის. როდესაც მივედი იმ ავტოსკოლაში, სადაც თავიდან დავიწყე, თავდაპირველად ის რაღაცა 2-3 გაკვეთილი ტარდებოდა ხოლმე და შემდეგ უკვე ძალიან ესე ვთქვათ, ისე ტემპიანად დავიწყეთ ვარჯიში. ჩემთვის ეს იყო, მინდა გითხრათ, საუკეთესო წლები, რომელიც ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა და დღეს ჩამომაყალიბა იმ პიროვნებად და იმ პედაგოგად, რომელიც დღესდღეობით მე ვარ. თუმცა, რაც წლები გავიდა, ძალიან ბევრი მუშავე საკუთარ თავზე. მithქვამს კიდევაც ჩემი მოსწავლეების, რომ მე თქვენთან ერთად დავიხვეწეთ, ხო? კარიერის დასაწყისში სტერეოტიპებთან გამკლავება ხშირად უწევდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქალი ინსტრუქტორები იშვიათობა იყო. თუმცა პროფესიონალიზმმა და შედეგებმა დროთა განმავლობაში სკეპტიციზმი პატივისცემით ჩაანაცვლა. ეხლა მშვიდად გამოვთე, როდესაც შენი ავტომობილი 4-ვე საბურავით შემოვა უკვე ზოლში ჩადგება, მაშინ გამოვთე ციმციმა. გამოცდები ბარდებოდა გლდანში, ჩვენივე ავტომობილებით ასწავლიდი და ჩვენივე ავტომობილებით გავყავდა გამოსაცდელები გამოცდაზე. ჩემს კოლეგა მამაკაცებს ძალიან უჭირდათ იმის აღქმა, რომ აი ქალბატონი ესე აქტიურად, მახსოვს ერთხელ ძალიან ბევრი მოსწავლე გავიყვანე გამოცდაზე და ფაქტიურად სულ ჩემი ავტომობილი მოძრაობდა საგამოცდო მოედანზე, რითაც მამაკაცების აღშფოთება გამოვიწვია. მაგრამ თანდათან ეს სტერეოტიპი მაინც ჩაანაცვლა უფრო მეტად პატივისცემა. ესე იგი, პირველი ყოველთვის ვატრიალებთ საჭეს იქითკენ, საითაც გვინდა რომ დავაყენოთ. ამ შემთხვევაში ჩვენგან მარჯვნივ. წამოდი მარჯვნივ, წამოდი. მოდი. უყუროთ ახლა ჩვენ უკანა საბურავთან შემოვიდეთ. ახლა მითხარი, აი ამ სარკეში შენ ბარდიული დაგემალა უკვე? კი, ნაწილი. აი ცოტა კიდე წან შემოდი, რომ მთლიანად დაიმალოს. მისი სწავლების მეთოდიკა წლების გამოცდილებაზეა დაფუძნებული. ეტაპობრივად გართულებული გაკვეთილები. წინასწარი მოსამზადებელი სავარჯიშოები და გარემო, სადაც დამწყებ მძღოლს შიში არ უჩნდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოსწავლეს არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნა გადასცე, არამედ მართვის სიყვარული გაუჩინო. თან ვართობ ხოლმე და თან ისე ვასწავლი, რომ იმიტომ რომ მესმის ის, იმიტომ რომ ძალიან სტრესულია დამწყებისთვის ეს მომენტი და ვცდილობ ყველანაირად ეს სტრესი ისე გადალახოს, რომ არ გაუჭირდეს და მოეწონოს და შეუყვარდეს ის, რასაც აკეთებს. მისი დაკვირვებით მართვის კულტურა მხოლოდ მძღოლზე არ არის დამოკიდებული. ინფრასტრუქტურაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მკაფიო გზის ნიშნები და უსაფრთხო გარემო დამწყები მძღოლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ინფრასტრუქტურაც მოსაწესრიგებელია, ახლა ვიმყოფებით დიდი ღომში ფარნავაზ მეფის გამზირზე. აი აქ არის ძალიან კარგად მოწესრიგებული წრე, მაგრამ ამ გამზირის ბოლოში მხოლოდ მე ვიცი, რომელიც რამდენი წელია უკვე აქ მოსწავლეებსაც ვასწავლი, რომ არის წაშლილი ზებრა.
დღეს მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ ავტომობილი მისთვის კვლავ თავისუფლებასთან, სიმშვიდესთან და შინაგან კომფორტთან ასოცირდება. ამბობს, რომ საჭესთან ჯდომა მისთვის დასვენებაა. სივრცე, სადაც საკუთარ თავს ყველაზე ბუნებრივად გრძნობს. როდესაც გაკვეთილებს ვასრულებ, აი ზუსტად მაშინ მაქვს დასვენების ძალიან სასიამოვნო წუთები, როდესაც მე ვმართავ და საკუთარ თავთან მქონია ესეთი შემთხვევა, რომ დავუშვათ ავად გამხდარ ვარ და აი წარმოიდგინეთ, ვჯდები ჩემს ავტომობილში და მომენტალურად უკვე კარგად ვხდები. და ძალიან მოფარული ვიქნები თუ ამ პროფესიაში უფრო მეტი ქალბატონი შემოგვიერთება, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს არა მარტო გამოწვევა, არამედ თვითონ ქალისთვის ძალიან საინტერესო პროფესიაა, რომელიც საშუალებას გასდევს პირველ რიგში გადასე ის ცოდნა, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება და ყოველთვის ვამბობ, რომ ცოდნის გადაცემისას მნიშვნელოვანია როგორც უნდამეთ ჩამოვიდე. ცუდი მძღოლი ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე, კარგი მძღოლი ფიქრობს საკუთარ თავზე და ფიქრობს სხვაზეც და პროფესიონალი ფიქრობს საკუთარ თავზე, სხვაზე და სხვის მაგივრადაც.